საქართველოს პოსტის ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ბათუმის ფილიალის თანამშრომლები ხელმძღვანელობას უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. 9 თანამშრომლის თქმით, ისინი სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ზოგად უნარებში ტესტირება ვერ გადალახეს. მათი ვარაუდით, ტესტირება სამსახურიდან გათავისუფლების ერთგვარი საბაბი იყო, რეალურად კი ისინი ამ გზით საკუთარი კადრების დასაქმებას ცდილობენ. თანამშრომელთა განმარტებით, მათ პროფესიული უნარჩვევების შემოწმების ეტაპი წარმატებით გაიარეს, ზოგად უნარებში მოსამზადებლად კი დრო არ ჰქონდათ. გათავისუფლებულ თანამშრომელთა შორის ორი ისეთიცაა, ვინც ზოგად უნარებში ტესტირება წარმატებით გაიარა. საქართველოს პოსტის ბათუმის ფილიალის ყოფილი თანამშრომლები თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. ისინი პარალელურად სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავენ. საქართველოს პოსტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, თანამშრომლები კომპლექსურ ტესტირებაში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს. ნია კირიას განმარტებით, საქართველოს პოსტა ახალ სტანდარტებზე გადადის, რის გამოც ტესტირებაში შეტანილი საკითხების ცოდნა ეს ტესტირება არ შეესაბამებოდა ჩვენ როგორც ვიცით სამსახურებიდან გაშვებას, ანუ ხდებოდა გადამზადების მიზნით, მაგრამ გავიდა რამოდენიმე ხანი და 5 ივნისისთვის მოვიდა ბრძანება, რომ ჩვენ ვერ ჩავაბარეთ უნარები და გაგვიშვეს სამსახურებიდან. ეს გაშვება ალბათ ითვალისწინებდა, რომ მათი კადრები დაესაქმებიათ და ჩვენ პროფესიონალი კადრები, ახალგაზრდები არიან ჩემზე ცოტა ისეთებიც დავრჩით გარეთ. რისთვის, რის გამო არაფერი არ ვიცი. დაგვაბრუნონ ჩვენს ადგილებზე, რომ მაინც ცოტა ხანი სანამ შეგვიძლია სანამ ის ვიმუშაოთ. ჩვენ გადავლახეთ მე და ჩემი ოპერატორი, მაგრამ მაინც გაგვიშვეს. ერთეულის გაუქმების შტატი. მაგრამ ხო შეიძლებოდა გადაყვანას სხვა, ხო გეიხსნა ის, მაგრამ ვარ გვითხრეს. მოხდა ტესტირების საფუძველზე, ამ ადამიანებმა ვერ გაიარეს ტესტირება და შესაბამისად, ჩანაცვლა ის ადამიანები, რომლებმაც მოახერხეს და გადავახეს ტესტირებაც და კონკურსის პირობები, ის მოთხოვნები, რაც საქართველოს პოსტას ჰქონდა დააკმაყოფილეს ამ ადამიანებმა. ეს კომპანიის გადასაწყვეტია, მოხდება თუ არა ამ ადამიანების ტესტირება იქნება ეს თუ კონკურსი იქნება, ამას ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია და არა დავშათ თანამშრომლების და მათ თუ მიმართავენ სასამართლოს მიმართავენ კი ბატონო ჩვენ მზად ვართ რომ გავუცეთ ყოველას პასუხი.